ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერგში იმყოფებოდა. მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მოისმინა მათი საჭიროებები. მინისტრი გაეცნო მდინარე ყარნებაზე წყლის შეგუბებისა და ღვარცოფული პროცესების ლიკვიდაცია პრევენციის სამუშაოებს, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის დავალებით აგვისტოდან ახორციელებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა პირველადი დახმარების მიზნით 46 დაზარალებულ ოჯახს ბიუჯეტიდან 87,200 ლარი გამოყო. დაზარალებული ოჯახები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლის ქირით, ხოლო დანარჩენ ოჯახებს აქვს ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი ფართი. ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება არც ერთი ოჯახი. როგორც მინისტრმა განაცხადა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხო საცხოვრისის საკითხზე, ოჯახებს მიეცემათ არჩევანი, მიიღონ ახალი საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია. მისივე თქმით, როგორც კი გეოლოგიური კვლევის დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გზების გაზიფიცირების, ახალი ელექტროქსელების მოწყობისა და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისათვის. ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე რიკოთის მაგისტრალური გზის ჩუმათელე-თიხევის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, როგორც მინისტრმა განაცხადა, არსებობს გარკვეული შენიშვნები კონტრაქტორთან ხარისხთან დაკავშირებით, რასაც ის აუცილებლად გამოასწორებს. ამასთან რიკოთის მთელ მონაკვეთზე მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხრის სამუშაოები. მისი თქმით, 4 კილომეტრიან მონაკვეთზე 2 ზოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. აქტიურად მიმდინარეობს 4 კილომეტრიანი ზოლის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენ დღეს თავიდან ბოლომდე დავათვალიერებთ ამ ობიექტს, მათ შორის არის გარკვეული შენიშვნები კონტრაქტორთან ხარისხთან დაკავშირებით, რასაც ის აუცილებლად გამოასწორებს. ასევე მიმდინარეობს სხვა სამუშაოები რიკოთის თელს მონაკვეთზე, იქიდან გამომდინარე, რომ იყო მცირე ხარვეზები, რომელიც არის გამოსასწორებელი და აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ უსაფრთხოება ამ გზის მონაკვეთზე იყოს მაქსიმალურად დაცული. კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან უკვე დასრულებულია გზის ქვედაფენის მოწყობა სრულ 4 კილომეტრზე. აქედან 2 კილომეტრზე უკვე მოწყობილი არის ასფალტის ქვედასაფარი, ხოლო დარჩენილ 2 კილომეტრზე მიმდინარეობს სამუშაოები. მიმდინარე მონაკვეთის დასრულების შედეგად მოხდება რიკოთის მონაკვეთის სრულად გასამხრივება, რაც საგზნობლივ გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას. თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა დაპატიმრებები და მმართველი პარტიის განცხადებები იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ მეთოდებზე, რომლებსაც მათი თქმით ქართული ოცნება ოპონენტების დასასჯელად იყენებს. ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დელეგაციის შეფასებები ზუსტად ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას. შეფასებები, რა თქმა უნდა, არის სრულიად ადეკვატური, სრულიად შესაბამისი რეალობასთან, რომელიც შექმნილია საქართველოში. ძალიან განიცდიან ამ მძიმე მდგომარეობას. ცხადია, რომ ქართული ოცნების ესეთი ავტოკრატიული მმართველობის პირობებში რაიმე პროგრესზე საუბარი კი ზედმეტია პირიქით. ეხლა მთელი ცდელობა არის იმაზე, რომ გადარჩეს საქართველოს ევროპული მომავალი და რა თქმა უნდა, რაც შეეხება სანქციებს, სანქციები უნდა ეხებოდეს ყველა იმ პირს, რომელიც დამნაშავეა ამ ავტოკრატიულ რეჟიმის დამყარებაში, დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების დევნაში და სანქციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს ჩვენ ხალხს და ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ევროპარლამენტის ამ დელეგაციის მკაფიო აზრი. ევროპარლამენტარებთან ძირითადი სამსჯელო საკითხი, რაზეც ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ, არის რა თქმა უნდა 4 ოქტომბრის მოვლენები. ამ მოვლენებს დაერქვას შესაბამისი ადეკვატური სახელი და გაკეთდეს შესაბამისი შეფასება. ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის შიგნით გასაკეთებელი, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს უნდა ისმოდეთ ქრონოლოგია და არქიტექტონიკა, როგორ დაიგეგმა 4 ოქტომბერი, გულისხმობ დამხობის მშვიდობიანი, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციას, ვის მიერ დაიგეგმა, როგორ განხორციელდა და რა ზიანი მოუტანა ამას ერთ-იმ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის მშვიდობიან პროტესტს. იმ აღქმებში, რა აღქმებში ახლობ ცხოვრობთ და იმ გაძლიერებულ პროპაგანდაში, რასაც იყენებს ოცნება, დარწმუნებულები უნდა იყვნენ ჩვენი კოლეგებიც, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი შეაჩერებს უვიზო მიმოსვლას, ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა, ეს იქნება საქართველოს სრული იზოლირება და ეს იქნება რუსეთისთვის საჩუქარი. ეს საუბარი უნდა იყოს კონკრეტულ ინდივიდებზე, რომლებმაც დააშავეს. განვიხილეთ ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა. იცით, რომ
მე პირადად ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული იმ ძალისხმევაში, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ ივანიშვილის ავტოკრატიული ნაბიჯების გამო და უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდეს ეგრეთ წოდებული ბლანკეტური წესით, ანუ არ შეეხოს ყველა მოქალაქეს და შეეხოს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს, ფინანსურ ელიტას, მოძალადეებს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ პრეროგატივას არ შეადგენს ფინანსური სანქციების დაწესება, ეს ხდება ევროკავშირის დონეზე. ამას ჭირდება კონსენსუსი და ამას ბლოკავს ვიქტორ ორბანი. ასევე დიდი ბრიტანეთი, რომელიც ვიცით, რომ აღარ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც უკვე ეროვნული პრეროგატივა გააჩნია ინდივიდუალური სანქციების დაწესების. რა თქმა უნდა, გვინდა ვიხილოთ მეტი სანქცია უფრო სწრაფად და უფრო მაღალ ეშელონებში, ამას დრო სჭირდება დემოკრატიებში, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე დიდ ბრიტანეთში. რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა ეგრეთ წოდებული არჩევნების სახით, ასევე ის პროვოკაცია, რომელიც მოაწყო ასევე ქართულმა ოცნებამ, შეფასდეს და მიეცეს მას შესაბამისი შეფასება. ეს ერთი, მეორე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის სანქციები და ჩვენ უთხარით, რომ საქართველო არ იმსახურებს იზოლაციას იმსახურებს ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი და მისი წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი პოზიცია, არგუმენტები არის მიწოდებული. ბათუმელების ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობას მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო გადაეცემა. ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული. 2025 წლის ჯილდოს მფლობელად ჯამში 7 ჟურნალისტი დასახელდა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათგან ბევრმა განიცადა პატიმრობა, რეპრესიები და მათი საქმიანობის ჩახშობის დაუნდობელი მცდელობები. თუმცა ისინი აგრძელებენ რეპორტაჟების მომზადებას გამორჩეული გამძლეობითა და ჟურნალისტიკისადმი ერთგულებით. დაჯილდოების ცერემონია IPI-ის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ კონგრესზე გაიმართება ვენაში 24 ოქტომბერს. წლევანდელი ჯილდოს მფლობელები მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტების წინაშე არსებული საფრთხეების მაგალითები არიან, როცა ავტორიტარიზმი იყიდებს ფეხს, დაუსჯელობა ჭარბობს და გამოხატვის თავისუფლების წინაშე ახალი გამოწვევები ჩნდება. განაცხადა IPI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მზია ამაღლობელისათვის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემის ფაქტს დღეს გამოეხმაურნენ ქართულ ოცნებაში. ბრიფინგი, რომელსაც პარტიის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი უძღვებოდა, მეტწილად დაეთმო ბათუმელების ნეტგაზეთის დამფუძნებლის ჯილდოს გადაცემის თემას. ამაღლებელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება. გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით ცილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცავს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, დაცინვას თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ. მეორე მხრივ, ჩაგდებული მზია ამაღლებელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ჩაგდებული ამაღლებელი მიზანმიმართული ძალადობისთვის სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. ხოლო შედეგად ვხედავთ, რომ დაუფასეს დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი არც ნაკლები გმირად გამოგვიცხადეს. საქსტატის ინფორმაციით 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 11.5%-ით გაიზარდა და 1970 ლარს გადააჭარბა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვეო, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში. საშუალო ხელფასის მიხედვით ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი. 2024 წელს საქართველოს ჰქონდა 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდაში. 2025 წელსაც საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ფიქსირდება საქართველოში და მოლოდინია, რომ ასევე მაღალი იქნება შრომის ანაზღაურების საშუალო ზრდა.
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, 10 ყველა მოქალაქისათვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200,000 დოზა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდირებულ ვაქცინებს შორის. 10 ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისათვის სრულად უფასოა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაადრევადაც მოვემზადეთ, ასე ვთქვათ, ამ გრიპის სეზონისთვის ასე შეგვიძლია ვთქვათ, მთლიანად მარაგი, რომელიც საჭირო იქნება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუნიზაციის საწარმოებლად, სრულად არის იმპორტირებული საქართველოში, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის. მაგალითად შვეიცარიაში გამოყენებული ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და მეორეს მხრივ აბსოლუტურად ეფექტიანი საიმისოთ, რომ სრულფასოვნად დაიცვას ადამიანი გრიპისგან. ვაქცინა მორგებული არის მიმდინარე სეზონზე მოცირკული შტამებზე და ის გათვალისწინებული არის ჯანმოს რეკომენდებული ვაქცინების სიაში. ეს არის სრულად უსაფრთხო და მაღალი ეფექტურობის. საქართველოში ვაქცინა ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქისთვის და ის არის სრულად უფასო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ბენეფიციარებს ვაქცინაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს რეგისტრაციის მიხედვით. სერვისის მიმწოდებლების სია ასევე გამოქვეყნებული იქნება დაავადებათა კონტროლის ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება მათთვის.